თქვენ მე მკითხეთ რა დავმალეთო. ჩვენ დავმალეთ სახელები და გვარები ზვიადზე თავდავსხმელების. ჩვენ ვაჩვენეთ პირველად ვთქვით უკვე მერე, როცა იმედმა აჩვენა და მოჭრა კადრი, მხოლოდ მას მერე ვთქვით. ჩვენ ვიცოდით ვინ იყო თავდავსხმელი იმ წუთას, იმიტომ რომ ყველა მედიაში გავრცელდა. ჩვენ შეგვეძლო ნებისმიერი ტელევიზიის, მართლა არ ვიცი რატომ ვერ ჩავწეროთ სინქრონი, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. ნებისმიერი ვარი განაცხადა, ცუდად იყო შეიძლება. მაგას არ ვკითხულობ. ცოცხალი წყაროებია, სადაც ადამიანი ყვება, ჩვენ შეგვეძლო მიგვეცა სხვა მედიის. ეს არის ჩვეულებრივი პრაქტიკა. მიგვეცა იმისათვის, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც გვეთქვა რა მოხდა. ჩვენი მაყურებლისთვის, ვინც მარტო ჩვენ გვიყურებს და არ უყურებს არც ფორმულას, არც თავარს და არაფერს სხვას. ანუ არ აქვს მნიშვნელობა. უკვე რომ ყველაფერი იცოდა, ეს ჩვენ არ გადავეცით და ბოლოს ვიტყვი კიდე და მე ერთი საკითხი მაქვს უშუალოდ ბატონ ვასილს ეხება, კითხვა მაქვს, შეიძლება მე სწორად ვერ გავიგე რაღაც. სულ რამდენიმე დღის წინ მიხეილ ყაველაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, ჩვენ გადავეცით ისა, მაგრამ ჩვენ ასევე არ ვთქვით ვინ იყვნენ ეს ადამიანები, ვისაც აჯილდოებდა პრეზიდენტი. თუ ჩვენ მარტო ჩვენ გვიყურებს მაყურებელი და გვყავს მერწმუნეთ ასეთი მაყურებელი. დავანებოთ მაგნიცკის სიას, ეს რა სია, ამას დავანებოთ თავი. ჩვენი საინფორმაციო 9 საათიანი 3 დღის განმავლობაში ერთი სიუჟეტი იწყება ერთი და იგივე ტექსტით. უბრალოდ ყურში მომხდა და ამიტომ მივაქციე, რომ ხელისუფლება იწყებს წინა საარჩევნო დაპირების შესრულებას, რაც ნიშნავს წინა ხელისუფლების გასასამართლებლად კომისიის მუშაობას. როცა ამას იწყებს, ამას ვამბობთ სამჯერ საინფორმაციოში, ყველა საქმეა როგორც უნდა ისე თქვას, რა თქმა უნდა ჟურნალისტს. მაშინ რატო არ ვამბობთ ვინ არის ის ადამიანი? ის ერთი კონკრეტული ადამიანი, ვინ წინა ხელისუფლების დროს, აი 2 ტრუბის მოსატანად რო იყო გაშვებული, რომ ამას დღეს რატომ არ გვამბინო, რა ვიცი ესე. ისეთი ტერმინებია რა, ეს სხვადასხვანაირად გესმის, ეს მზარავს მე ახლა, მე მზარავს ეს ამბავი. ამიტომ ვამბობ, ჩვენ მაყურებელს რატო არ აზე არ არის ჩვენი მაყურებელი ეს კაცი ვინ არის? გუშინ ვინც უყურა უბედურებას რა ჩვენ ქუჩაში ხდებოდა, დარწმუნებული ვარ, ბატონო ვასიკო, რომ თქვენ ნანახი გაქვთ გუშინ ეს ადამიანი ღირსების ორდენით რის უფლებას აძლევდა თავის თავს, ჩვენ ეს უნდა გვეთქვა ჩვენი მაყურებლისთვის. ეს არის. მე ადამიანი, რომელიც 40 წელია ვმუშაობ, ამ საქმეს ვემსახურები მთელი გულით და ჩვენ სხვა იარაღი ჟურნალისტებს სიმართლის გარდა არაფერი არ აქვს, არაფერი. ჩვენთან იმ პირველ დღეს რაც არ უნდა მიუღებელი იყოს, ჩემთვისაც მიუღებელია სიების გარდა გადმოწოდება ნამდვილად. უბრალოდ აქამდე არ უნდა მივიდეს საქმე. ერთი ქალი, რომელიც შემოვიდა, მაშინ თინა უმასპინძლა იმეთერს. იმ ქალისთვის რომ მოგვესმინა, უბრალოდ რომ გაგვეგო რას გვეუბნებოდა, ასეთი შეფასება ჩვენთვის ჯერ არავის არ მოუწია. ქალმა თქვა, რომ დღეს ასეთ სიტუაციაში, როცა ქუჩაში ეს ხდება, პოლიცია ასე მეკცევა, სასამართლო ასე მეკცევა. თქვენო ხართო ჩემი ერთადერთი იმედიო. აი ეს გვითხრა ამ ქალმა ჩვენ. და ნუ გამიმტყუნებთ ამ იმედს, იმიტომ რომ ქვეყანაშიო, სადაც სიტყვის თავისუფლებისთვის მე ახლა ბრძოლა მჭირდებაო. სხვადასხვა აზრის მოსასმენათო, ამ ქვეყანაშიო ადამიანები ადამიანურად ვეღარ იცხოვრებენო. მე ვგთხოვთო თქვენო, მე დღეს ამის სათხოვნელად მოვედი ბატონო ვასიკო. მოქალაქე ნინოს არ გაუმტყუნოთ იმედი. და ვიმაუწყებლოთ ისე რომ არ დავმალოთ არაფერი. არ არის თქვენ როგორც თქვით პარტიების შექმნას. ადამიანის ხმა ნიშნავს ერთი მოქალაქის, ერთი პედაგოგის, ერთი გარემოს დამცველის, ერთი მისი მეტროს ინჟინრის, რომელსაც ყველაზე მნიშვნელოვანი ხმა აქვს ამ ქვეყანაში და იმათი ხმა გვინდა რომ ისმოდეს. აბსოლუტურად გეთანხმებით რომ ნებისმიერი პოზიციის თუ მას არ აქვს დარღვეული ჩვენი საზღვრის ოკუპაციის შესახებ კანონი, იმიტომ რომ ესეთი ადამიანი არ უნდა მოხდეს ჩვენ ეთერში. თუ არ არის ფაშისტური მოწოდებების და ძალადობის, არ აქვს მნიშვნელობა უმცირესობებზე, ეს ასეთი ადამიანები არ უნდა მოხდეს ჩვენ. დანარჩენი რუსეთიც თუ უნდა ისიც მოხდეს, ოღონდ სხვა ყველა პოზიციაც უნდა მოხდეს. ჩვენ მოქალაქე ნინომ გვთხოვა გვეხვეწა, არ დაგვტოვოთ მარტო ამ სიტუაციაში. თქვენ ხართ უკანასკნელი ბასტიონი, რომელიც თუ დაეცა, დამთავრდა ამ ქვეყანაში საქმეო და მეც დღეს ამის სათხოვნელად მოვედი თქვენთან. მადლობა ყველაფერთვის.
სოსოს უნდა უპასუხო მაპატიე სოსო.